ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერია ჩვენი სტუმარი. დიდი მადლობა ნიკა, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. თქვენი კითხვები, რომლითაც ხელისუფლებას დახვდებით პარლამენტში, ნუ ნდობის ჯგუფთან სუსის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მივა და ისაუბრებს. რა შეფასებას აძლევ დღეს, მერვე დღეს სპეცოპერაციის ჩატა დაწყებიდან მომხდარს? დიახ, მოგესალმებით. მოგესალმებით. ქვეყანაში არათუ მყიფე არის უსაფრთხოების სისტემა, არამედ თავიდან ბოლომდე არის ჩამოშლილი და სულ რამდენიმე წუთის წინ ერთ-ერთმა ლიდერმა და გამორჩეულმა, ასე ვთქვათ, პოლიტიკოსმა ქართული ოცნების რიგებში ეს დაადასტურა. და რას გულისხმობ? ქალბატონმა ბესელიამ, ეხლა თქვენს ეთერში ბრძანა, რომ ქვეყანაში არსებობს საზღვრების მიღმა სხვადასხვა საშუალებები შემოღწევისა. ხომ არ მეშლება ეს ბრძანა ქალბატონმა ბესელიამ, ერთ-ერთმა ლიდერმა. აი ამ გუნდის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ლიდერი, როდესაც ამას ასე ღიად საჯაროდ, მოურიდებლად პირდაპირ ეთერში აცხადებს, რასთან გვაქვს საქმე, მე მგონი ყველანი ხვდებით ამ ქვეყანაში ბავშვიდან დაწყებული მოზრდილით გაგრძელებული. ეს არის წარმოუდგენელი განცხადება, რომელიც ქალბატონმა ბესელიამ გააკეთა, მანამდე თუკი ცდილობენ, რომ რაღაცნაირად დაემალათ საკუთარი უსუსურობა, რაზეც ჩვენ წლების განმავლობაში ვაპელირებდით და ვამხელდით, რომ ისინი არიან წარმოუდგენლად არაკომპეტენტურები ყველა დონეზე, წარმოუდგენლად არაკვალიფიცურები, არანაირი ნატამალი არ აქვთ გამოცდილების და განსაკუთრებით უშიშროების სამსახურები არის პრაქტიკულად მიწასთან გასწორებული და დაკომპლექტებულია მხოლოდ პარტიული ნიშნით, რომელთაც აქვთ ამოცანა და მიზანი დასახული პოლიტიკური ხელისუფლების მხრიდან, რომ დევნონ პოლიტიკური ოპონენტები, აი აქ ქალბატონმა ბესელიამ ეს ყველაფერი ერთ წინადადებაში დაადასტურა. მაგრამ ქალბატონმა ბესელიამ ისიც რომ თქვენმა ადანაშაულებთ ეს ცოდვა რეალურად არისო ნაციონალური მოძრაობის კისერზე. ქალბატონი ბესელიამ გაგაწყვეტინებ და მე აღარ გაგაწყვეტინებ. მე გიგა ბოკერიასთან საუბრის დროს თქვი ვეღარ მოვასწარი. ერთ ინტერვიუს პატარა ნაწყვეტ შემოგთავაზებ და ვიწყებ თქვენთან საუბარს. ირაკლის სესიაშვილის კომენტარი ჩატაევის შესახებ. დიახ. ვინ იყო ახმედ ჩატაევი? პირდაპირ გეუბნებით, ახმედ ჩატაევი სამწუხაროდ იყო წინა ხელისუფლების უშიშროების აგენტი. და ის სააკაშვილისგან გიორგი ლორთქიფანიძის მეშვეობით იღებდა დავალებებს. მას ჰქონდა საქართველოს მოქალაქის ოპერატიული პასპორტი და შესაბამისი უშიშროების ოპერატიული დავალებებით სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედებდა, მიდიოდა მივლინებებში, იღებდა ხელფასს, იღებდა შესაბამის გასამრჯელოს, სამივლინებოს და ის მუშაობდა სააკაშვილზე. ანუ ბატონიკა, რატომ შემოგთავაზეთ ეს ინტერვიუ გიგა ბოკერიასთანაც? მე ამაზე ვისაუბრე. რეალურად ქართული ოცნება, რომელსაც თქვენ ადანაშაულებთ, იგივე ჩატაევის განთავისუფლებაში თუ ასე შემდეგ, პირიქით ამბობს, რომ ეს კი ცოდვა არის ნაციონალური მოძრაობის კისერზე. რა სიტყვით? ბატონმა სუბანმა, რა თქმა უნდა, ტრადიცია არ დააგვია და რამდენიმე ჯერ კიდევ ოპერაცია მიმდინარეობდა, როდესაც სააკაშვილი დაადანაშაულა. ყოველგვარი, ასე თქვა, ძაღლი გაიწვია ბატონმა სუბანმა, მე მგონია ბოლომდე ჰქონდა. სესიაშვილის კომენტარი იყო ეს. ბატონმაზე რასთან გვაქვს საქმე, ქალბატონ ნოიგა? რა მოხდა ეხლა ამაზე უნდა ვსაუბრობდით, ხომ? და ამაზე იმედია მომეცემა ეხლა. კი, რა თქმა უნდა. მაგრამ ბატონმა სესიაშვილმა ეხლა რას ბრძანა და როგორც ვიხდე ჩანაწერია, ხო? რას გეუბნება ბატონი სესიაშვილი და ქალბატონი ბესელია, რომელიც საუბრობდა? ბოკერიამაც დაადასტურა, რომ ჩვენ თანამშრომლობთ. მათ გაათავისუფლეს, დიახ, გაათავისუფლეს ბატონი ჩატაევი, ისე რომ სასამართლო განაჩენი დამდგარი არ იყო. სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობდა ბატონი ჩატაევის მიმართ. იგი იყო წინასწარ პატიმრობაში და პროკურატურამ შეწყვიტა სისხლის სამართლებრივი დევნა მის მიმართ. თუკი ისინი თვლიან, რომ კიდევ იყო დასამძიმებელი ბრალი და ბრალის, ასე ვთქვათ, კვალიფიკაცია უნდა შეცვლილიყო, რატომ არ გააკეთეს, ხომ? იმიტომ რომ მოწმენდა თქვენს რომ ძალი დაგვაწერინეს, ჩაბადებინეს იარაღი ჩატაევის თვისო, ლაპარაკობ. კარგით, ეხლა ვინ საუბრობს ამას? ქალბატონი ბესელია, რომელმაც რუსეთის დაზვერვის ოფიცერი ბატონი შკრელნიკოვი
გაათავისუფლო და მას მიანიჭა პოლიტიკური, ასე ვთქვათ, პარტნიორის სტატუსი. დიახაც ის ბატონი შკრილნიკოვი, რომელიც ამოცანას და მიზანის საქართველოში საქმიანობისას გახდათ, რომ მაქსიმალურად დესტაბილიზაცია შემოიტანა ქვეყანაში და მათ შორის აი ესეთი ტერორისტული აქტები მოეწყოთ. მაგრამ ეს რაც იყო, ძალიან უსუსურად გამოიყურება ბატონი სესიაშვილი და ქალბატონი ბესელია, როდესაც საუბრობენ, რომ თუ რა გვექნათ, ჩვენ სხვა გზა არ გვქონდა და გაგვეთავისუფლებ, რას ნიშნავს რა გექნათ. ადამიანი იყო, ასე ვთქვათ, ბრალდებული, მის მიმართ მიმდინარეობდა სისასამართლობრივი დევნა, სასამართლოში და განხილული იყო ეს საქმე არსებითად, სხვადასხვა მტკიცებულებები იქნებ გზადაგზა წამოწეული იყო კიდე დამატებით. ნიკა, თქვენი რა, თქვენ არ იყავით მასში ხელისუფლება. ეხლა რა ხდება? ნაციონალური მოძრაობის დროს რატომ არ დაუმძიმეს? არა, მე გოკერიასაც ვკითხეს. არ დაუმძიმეს მას ბრალი, როცა ის იყო კონკრეტული ორგანიზაციის წარმომადგენელი. მიმდინარეობდა ქალბატონო ბესელი საუბარი და ის დააკავეს იარაღზე რა ქალბატონო ინგა გასაგებად საუბრობ საქმე მიმდინარეობდა სასამართლო განაჩენი არ იყო დამდგარი მიმდინარეობდა საქმე არა ბრალი ხო მას წარდგენილი ქონდათ ხო იარაღზე რა წარდგენილი ქონდა გასაგებია მიმდინარეობდა ხო ყველაფერს თავი დავანებოთ ეს ხო ფაქტია მიმდინარეობდა ამ ადამიანებმა გაუგეს ციხისკარები ბატონ ჩატაევს და გამოუშვეს და ვიხილეთ რაც გააკეთა ნუ ჩატაევი წინა ხელისუფლების რა მოხდა დადიოდა აქ და ოჯახი შექმნა და 5 დღის 7-8 დღის წინ ქალბატონო შუაგულ თბილისში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში 3 სართულზე ტერორისტებმა როგორც გაირკვა მოახერხეს და პრაქტიკულად მობილიზაცია გაუკეთეს იმ ასე ვთქვათ მასშტაბის ცეცხლსასროლ იარაღს სხვადასხვა სახეობის რომელიც ალბათ თავისუფლად ეყოფოდა ერთ ბატალიონს გარნიზონისთვის საკმარისი ტყვია წამალი იყო მობილიზებული 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ასე ვთქვათ პრაქტიკულად მინიმუმით ქალაქის შუაგულ ცენტრში აი ამაზე უნდა ვისაუბროთ ქალბატონმა ბესელიამ აქ უნდა დასვას აქცენტზე პასუხი უნდა გავცეს ბატონმა კვირიკაშვილმა ქალბატონმა ბესელიამ და თემო ქართულმა ოცნებამ სხვათა შორის რომელსაც ვერ გაექცევიან რაც არ უნდა ასე ვთქვათ დროში გაჭიმონ და დრო მოიგონ ვერ გაექცევიან პასუხისგებლობას ეს არ არის მარტივი საკითხი ხო როგორ ფიქრობთ რომელიც ძირს უფრეს ხო შეფიქრეთ ქალბატონო გინგა რამე ბუნდოვანებას დაგიტოვებთ კითხვებს დაგიტოვებთ გამოძიების პასუხი ნიკა FBI არის ჩართული ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადებაც ნახეთ დიახ გასაგებ ქალბატონო ინგა შუაგულ თბილისში აღმოჩნდნენ ტერორისტები კბილებამდე შეიარაღებული. ამ დროს ჯერ კიდევ ოპერაციის, ასე ვთქვათ, მიმდინარეობისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრეს-სპიკერი ქალბატონი გიორგობიანი აკეთებს განცხადებას, რომ ისინი ანუ სახელმწიფო უთვალთვალებდა სპეცსამსახური უთვალთვალებდა ქართული სპეცსამსახური 3 თუ 2 კვირის განმავლობაში ამ ადამიანებს. ესე იგი რას ნიშნავს? ამ ადამიანებმა იცოდნენ ანუ ხელისუფლებაში რომ იქ ცხოვრობდნენ უდრტყინველად მეტიც უთვალთვალებდნენ უკანასკნელი 3 კვირის განმავლობაში და მოხდა ის რაც მოხდა 24 საათის განმავლობაში რასაც შეეწირა ახალგაზრდა სპეცნაზერის ხო რას ეჭობთ რაზე გაგვეცვი ტერორიზმი როგორც დანაშაული დიახ ხასიათდება განსხვავებული ბუნებით. იგი ერთდროულად ხელყოფს როგორც ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ასევე საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და სახელმწიფო უსაფრთხოებას. დიახაც გასაგებია, რომ 21 საუკუნეში თანამედროვე ინფორმაციული და ტექნოლოგიური საშუალებები არის განვითარებული და ტერორისტულ ორგანიზაციებს აქვთ, ასე ვთქვათ, მოქნილობის განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, საშუალება. მაგრამ ამავე დროს, დიახ, თანამედროვე ინფორმაციული და ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით აქვს სპეცსამსახურებსაც გაცილებით მეტი შესაძლებლობა რომ ძირშევე აღკვეთონ თქვენ როგორ ფიქრობთ ნიკა ქართულმა სპეცსამსახურებმა ეს სპეცოპერაცია საკუთარ ინფორმაციაზე დაყრდნობით ჩაატარეს პირდაპირ მიპასუხეთ შეიძლება ქალბატონო ინგა დიახაც ერთი წუთით აქედან გამომდინარე, როდესაც მთელი სოფლიო ებრძვის ტერორიზმს და სხვადასხვა კოალიციებია შექმნილი და ერთობლივი ასე ვთქვათ სამსახურებია, ვის ფარგლებშიც თანამშრომლობენ სახელმწიფოების ასე ვთქვათ სპეცსამსახურები, რატო თანამშრომლობენ იცით? იმიტომ რომ ტერორიზმი საფრთხეს არ უქმნის ერთ ცალკე აღებულ მხოლოდ უბანს, რაიონს, ქალაქს, ქვეყანას, დიახაც სოფლიოს წესრიგს უქმნის ასე ვთქვათ მე დარწმუნებული ვარ რომ დიახაც
ხელისუფლების მაღალ დონეზე, დიახ, არ მინდოდა ამ განცხადების გაკეთება, მაგრამ ეს არის ფაქტი, იყო გარკვეულწილად შეთანხმება, რომ ეს ადამიანები შემოსულიყვნენ. ორი გამოსავალი არის ქვეყნის, ასე თქვათ, საზღვარი გადმოეკვეთა და შემოსულიყვნენ დედაქალაქში. ან შემოეპარათ ტერორისტები და მერე თვეების განმავლობაში თურმე შეიარაღებას ასე თქვათ აძლიერებდნენ და პრაქტიკულად რაღაცა ბაზა შექმნეს საცხოვრებელ კორპუსში ან ამ ადამიანებთან ხელისუფლებამ ეს ადამიანები გარკვეული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად შემოიყვანეს. დიახად, დასადგენია რა იყო მოტივი, რა იყო მოტივი და რა იყო მიზნები. რა იყო მოტივი, დიახად, და სწორედ ამ კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი. და პასუხი უნდა გასცეს არა მხოლოდ ქალბატონმა ბესელიამ, არა მხოლოდ ბატონმა გომელაურმა, არა მხოლოდ ბატონმა კვირიკაშვილმა, ასევე ბატონმა ივანიშვილმაც. ამ ქვეყანაში ქალბატონო ინგა სპეციალისტს ბუღალტერს ვერ დანიშნავ ელემენტარულად საჯარო სამსახურში ამ ადამიანების გარეშე და ბატონი ივანიშვილის გარეშე ვერ მიიღება ვერცერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ვინმეს თუ უნდა ეხა დააჯეროს მოსახლეობა რომ ეს ადამიანები შემოიპარნენ და ან შემოიყვანეს კიდევ უფრო უარესი და საქმის კურსში არ იყო რეალური მმართველი ამ ქვეყნისა, რა თქმა უნდა ძალიან უსუსური იქნება ეს არგუმენტი. ამიტომ პასუხისგებლობა დადგება როგორც ქალბატონი ბესელიასი და ბესელიას ამ სამართლიანო განცხადების შემდეგ მის ადგილზე მართლაც საქართველოს პარლამენტის წევრი ხვალ პარლამენტში არც კი გამოცხადდებოდა ადამიანმა აღიარა რამდენად უსუსურები არიან, რამდენად დამნაშავეები არიან და რამდენად გაანადგურეს სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემა, როდესაც ქალბატონი ლიდერი ქართული ოცნების აღიარებს, რომ თურმე ქვეყანაში შესაძლებელია შემოხვიდე ისე, რომ სასაზღვრო გამშვები პუნქტი არ გადაკვეთო და ეს რეალობად ასე თქვა გაასაღა, დიახაც ყველაფერს თავი დავანებოთ, აი ამაზე უნდა აგოს პასუხი ქალბატონმა ბესელიამ და ბატონმა გომელაურმა და არ შემიძლია ბატონ გომელაურზეც არ გავაკეთებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჩაბარებული აქვს ადამიანს ვისი, ასე თქვა, კომპეტენციას და პროფესიონალიზმს ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. შეხედეთ ადამიანს, ქალბატონი არ მინდა ამაზე განსაკუთრებული აქცენტის გაკეთება, მაგრამ ქალბატონი ელემენტარულად ადამიანი აზრს ვერ გამოთქვამს. მე დიახაც არათუ სოციალური პროფესიონალიზმისგან და სოციალური პროფესიონალიზმისგან და კვალიფიკაცია არა, სოციალური თქვენ ხომ შემპირდით რომ არ გამოწყვეტინებდით დასაწყისში. არა, ცოტა კითხვები ხო უნდა დაგიცვათ ხალხს. გულისხმობ შემდეგ რომ წარმოუდგენლად არაკომპეტენტური ადამიანია, რომელიც ატარებს მხოლოდ მისი უფროსის, ანუ ბატონი ივანიშვილის ინტერესებს. დიახაც, ამიტომ დანიშნა ივანიშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად, რომ უზრუნველყოს ბატონი ივანიშვილის უსაფრთხოება, მისი ყოფილი მსხვერპლობა მხედველობაში და არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და შედეგი გვაქვს სახეზე. რამს გულისხმობ და გულისხმობ იმას, რომ პრაქტიკულად წარმოდგენა არ აქვს რა სამსახურს ხელმძღვანელობს ეს ადამიანი. წარმოდგენა არ აქვს რა არის სახელმწიფო უსაფრთხოების ასე ვთქვათ საფუძვლები. წარმოდგენა არ აქვს რა არის საზოგადოებრივი უსაფრთხოება. წარმოდგენა არ აქვს რა არის ზოგადად უსაფრთხოების სისტემა და ბატონ გომელაურზე ქალბატონ ის დადგა სპეცოპერაციის შემდეგ და ჟურნალისტების ყველა კითხვას გასცა პასუხი ობიექტურები რომ ვიყოთ. ისინი დადგნენ ობიექტურები რომ ვიყოთ. ქალბატონო ინგა ობიექტურები დია ბოლომდე ობიექტურები რომ ვიყოთ, დიახ, ისინი დადგნენ და პირველი რაც გააკეთეს, დაიწყეს მედიის გაკრიტიკება. დიახ, პირველი რაც გაკეთეს, ერთი ორმა დეპუტატმა რაღაც დაწერა საფუძველზე გვერდზე, ესე არ არის. აკრიტიკებდნენ მედიას საშუალებას. კომენტარები ყველა კითხვაზე კონკრეტულად თუ გომელაურზე არის საუბარი. რა დასკვნა გამოვიდა? არა, დასკვნა რა, კითხვები დაისვა, კითხვებზე საკუთარი. როდესაც მსგავსი რამ ხდება ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ოპოზიციური პარტიების მათ შორის დიახ ვალდებულები ვართ ჩვენ რომ მოხდეს კონსოლიდაცია, იმიტომ რომ ეხება საკითხი ქვეყნის უსაფრთხოებას და ჩვენ მაქსიმალურად თავს ვიკავებთ და არც ერთი წვავი განცხადება საწყის ასე თქვა საათებში არ გაგვიკეთებია. დიახაც, მაგრამ როდესაც 8 საათი არის გასული და არც ერთი დამაჯერებელი განცხადება არ არის გაკეთებული და ჯერ კიდევ ასე თქვა ბურუსია მოცული ყველა მიმართულებით და ცდელობა ხელისგულზე ჩანს ხელისუფლებისგან ისინი ცდილობენ რომ ის
ისე მოიქცნენ და ისეთ ასე თქვა მდგომარეობაში ჩაიყენონ საკუთარი თავი, რომ ნაკლები რაც შეიძლება პოლიტიკური ზიანი მიიღონ და ამას ვერ გაექცევიან. დიახ, აი ამას ცდილობს დღეს ვსაუბრობთ, ქართული ოცნება დავასრულეთ თუ შეიძლება და დაგემშვიდობებით. დიახ, ქართული ოცნება ერთადერთ რამეს ცდილობს ახლა, ცდილობს რომ როგორ დაიძვრინოს ამ კრიზისიდან თავი, როგორ მიიღოს რაც შეიძლება ნაკლები პოლიტიკური ზიანი. იმას კი არ ცდილობს რეალურად დაადგინოს, ასე თქვა, რა მოხდა და რა თქმა FBI-ია ჩართული ხალხო. იმიტომ გუსვამ ამას ეს არ არის მარტო ქართული ოცნების ფაქტორია. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იჯდა გულში პარლამენტში შეხვედრაზე FBI-ის საერთო მას შემდეგ დიახ, მას შემდეგ რაც ფედერალური საგამოძიებო ბიურო ჩაერთო და მთელი სოფლიოს ყურადღების ცენტრში მოიქცა, დიახაც მან გაუძღოთ საპნის ბუშტივით მათი განზრახვები, რომ რამენაირად დაემალა და მიეჩქოლა. თორე ჩვენ განცხადებებს ვისმენთ წარმოუდგენელს ხალბატონო ინგა საათების განმავლობაში. ელემენტარულად ისეთ კი ვერ უზრუნველყო პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, რომ გვერდით ყოფის საბავშვო, ასე ვთქვათ, ბაღში მომდენო დღეს პატარა ბავშვები არ მისულიყვნენ, ასე ვთქვათ, თავიანთ, ასე ვთქვათ, პედაგოგებთან, ხომ და ამგზელებთან. ისიც კი ვერ მოახერხა. იმდენად ჩამოშლილია ბატონი გოგაშვილის იმედზე, ვარ ბატონი გომელაურის იმედზე, ვარ ბატონი ქანთარიას იმედზე, ვარ და ქალბატონი ბესელიას იმედზე, ვარ. დიახ, ეს არის ხელისუფლება. ამათმა უნდა გაუჩაღონ ბრძოლა, ასე თქვა ტერორისტულ ორგანიზაციებს. და ბუნებრივია იქნება ძალიან მწვავე კითხვები. ხვალაც, ზეგაც და მაზეგაც და ვერ დამალავენ საკუთარ დანაშაულებრივ, ასე თქვა, ჩადენილ ქმედებებს. გამორიცხულია ყველაფერი ხელის გულზედებს და ჭკუას თუ იხმარენ და გამოვლენ და იქნებ რომ დიახ ჩვენ ვარ იმდენად სუსტები და იმდენად ასე თქვა უუნაროები რომ არ შეგვიძლია ვაკეთოთ ის რასაც ვაკეთებთ კიდე შეიძლება ადამიანმა გაიგოს მაგრამ ჩვენ ვეუბნებით ისინი არიან დამნაშავეები ხარ როდესაც გამოდიხარ და საუბრობ რომ საზღვრები გაქვს გარღვეული და ვისაც უნდა შემოდის და ვისაც უნდა რასაც უნდა იმას აკეთოს